აჭარის სახელმწიფო ანსამბლის გაფიცულმა წევრებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ კოლეგებთან ერთად დისკუსია გამართეს. სტუმრებმა ბათუმელ კოლეგებს ჯანმრთელობის გაფრთხილებისა და შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს, თუმცა მოცეკვავეები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. სტუმრად ჩამოსული ქორეოგრაფები გაფიცული ხელოვანების მოსაზრებებს სრულად იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე თემურ ქორიძე უნდა დაბრუნდეს და ხელისუფლება სახელმწიფო ანსამბლის წევრებთან დათმობაზე უნდა წავიდეს. რაც შეეხება გაფიცული მოცეკვავეების პოზიციას, თანამშრომლებმა აჭარის განათლების სამინისტროს შემოთავაზება არ მიიღეს და უწყებასთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადეს. ისინი გუშინ ხელმეორედ დაწყებულ შიმშილობას განაგრძნობენ და კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ. მოცეკვავეების პროტესტს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა არჩილ ხაბაძის განცხადებით, მათი მოთხოვნები უკვე არასერიოზულია და ანსამბლის ადმინისტრაცია თანამშრომელთა შესარჩევ კონკურსს სავარაუდოდ ორ შაბათს გამოაცხადებს. დასი უნდა დაუბრუნდეს სამუშაო პირობას ლაზომ თემურ ქორიძესთან ერთად. მე ქალაქის ხელმძღვანელობას ვთხოვდი პედაგოგურებთა გაერთიანება საქართველოს ერწმუნების სახელით, რომ შეუქმნან პირობა და სამუშაო პირობა და რა თქმა უნდა მათი მოთხოვნები იყოს გათვალისწინებული. არ გაითვალისწინეს ეს ჩვენი მოთხოვნები, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ჩვენი დასის რამოდენიმე მოცეკვავე აგრძელებს შიმშილობას და მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში ისევ ვაგრძელებთ მშვიდობიან აქციებს. დასის მოთხოვნები ერთგვარად კაპრიზულ და რაც მე ვიტყოდი ასევე ბავშვური მოთხოვნებით და კაპრიზებით ჩამოყალიბდა, ბოლო კიდევ რომ არ დათანხმდნენ და შეხვედრაზე არ მიდიან, ვფიქრობ ეს ბოლო შეთავაზება იქნება და თუ არ დათანხმდნენ, ჩვენ ორ შაბათიდან მე ვფიქრობ თუ რა თქმა უნდა განათლების კულტურის და სპორტის მინისტრი და შესაბამისი მოადგილეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ერთად ვფიქრობ, ჩემი პოზიცია ორ შაბათიდან კონკურსი დაიწყოს.